მილან გიორგი გონაშვილი მოკლედ და კონკრეტულად ეგ არის ჩვენი დებიუტანტი ლაილაის გამომწერები კაცი კაცბაცადი ჩვენი ლაილაის გამომწერებიდან პირველია გიორგი გონაშვილი ეს გამონაკლისი დაუშვით და ესე გაიხსნა ეხლა გავჭერით დიმა მაკრატელი აიღო ლენტა გაჭრა და დღეიდან დაელოდეთ თქვენს გამომწერებო ერთ-ერთი იქნება ჩვენთან ეხლა ნორმალურად აგიხსნით რა აბა მიდი ჩვენ გვინდა რომ თქვენთან კონდეს ძალიან ახლო ჭიდო და კარგი ურთიერთობა აი ესეთი პრინციპი შევარჩიეთ ეს კაცი მოკლედ გავესაუბრეთ მილანელო მის მეუღლესაც ესო მაშინ იყო შეყვარებული და დღეს ისინი არიან ცოლ-ქმარი და მინდა მოგილოცოთ დიდი მადლობა სალომე და გიორგი გილოცოთ ეს პლატებს იხებს თან რა ეს პრესკონფერენცია ელ პარტიო არის რამდენად ხშირი გვექნება ეს მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვამბობ რაღაცებს გეგმავთ კიდე და ძალიან საინტერესო ადამიანია ჩვენ ვიმყოფებით ბილი კიდევ ბილი ბერკის არ დამოიღე ქუჩა დამაუკოს და 77 ოდესე უნდა თქვა 77 სახსიერება შავარდნები მაქვს ლაიქი ვერ დაიმახსოვრე აი ეს მილანი საერთოდ არ მახსოვს ის ძველი რა კი აბა არ ახსოვს გაგახსოვს 77 ნომერში კოსტავასი სადაც შეგიძლიათ აი ეს დააბნელოთ კაი პაში შენთვის უფასოა რა მაგრამ ხუმრობა იქით იყოს და დიმას წარბები კომაგი უფასო 60-ში ხარ რა კი კომაგი უფასო და ყველაზე ხარისხიანი გინესი გადაჭარბების გარეშე სხვა შემთხვევაში მე არ დავლებდი დიეტაზე ვარ და ამის გამო დავქე ნუ შევჭამე რა შენი დიეტით რა მოკლედ მოგესალმებით აი მოდის ძველი ძალიან კარგია დაიწყე ხა ეს მილანი მოდის აი რომ თითებს რო იშვენ მოვიდეს ჯერ რა კი ვარ დაგაბნიეთ არა იცი ჩვენი მაყურებელი აქტიური და დიდი მადლობა რომ ჩვენ ვიყურებ და კარგი დამოკიდებულება გაქვს ჩვენს მიმართ ესე აქტიური თან და ძალიან კარგია და ძალიან გიხარია რომ აი ესეთ შენ თავს ახლა გავასწრებ ჩვენ მაყურებელს უფრო ახლოს და მე რაღაცა თათქველი არ ვიცი ხა იმდენი რაღაც ისეთი მიღწევები აქვს ამ კაცს 29 სასახში და ისეთი ჭკვიანია და მათემატიკაო ფეხბურთს თამაშობს ბანკში მუშაობს მედალი მათემატიკა რავი მთელი უკან წავიდა წრეზე ხო თქვი ნახე მათემატიკის ოლიმპიადაზე არაერთი ტიტულის მფლობელი მიდი ახლა წარადგინე აი მოვიდა შენი მილანი ეს მე ვიძახი ხოლმე გვარდიოლას ბარსელონა მოვიდა თქო და ეხლა ვიტყვი რომ ოქროს თაობის მილანი მოვიდა რა მარტო შენდა ეს გექნება ყველაფერი რას თომარე გამისულა ეს კაცი კარგად პირველ რიგში კიდევ ერთხელ მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან გრასიას და პირველი კითხვა შეიძლება დავსვი მიდი დასვი და გიორგი რატომ მოგწონს ლაილა ეს თვით რეკლამა მეზიზღი არა მაინტერესებს კაცი ისე მოწონს რომ მოვიდა ჩვენთან და გამონაკლისი გავიდა პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის რა დებიუტი მაქვს ესე ვთქვათ YouTube-ზე და მოხარული ვარ რომ თქვენ გადაცემაში მოხდება ეს პირველად ხა რა შეხება კითხვას რა აი საომე სულ ვეუბნები ხოლმე რომ აი ეს გადაცემა რომ მიდის აი გონია რომ აქ ვარ რა აჰა ანუ შინაურ ეხაც რომ შემოვედი მეთქი აი შინაურულად ვიგრძნობ თავს აუი არანაირი ნერვიულობა პირიქით აგინოთ ეგ არის მაგაზე ვფიქრობდით ეხლა მე და დიმა მოხარშული ვიცნობთ ერთმანეთს შემწვარი ოდნავ ცხარე და ოდნავ ტკბილი ყველაფრით ვიცნობთ ერთმანეთს ხო და ჩვენი თავარი ამოცანაც ეგ იყო რომ არ ყოფილიყავით რაღაცა ოფიციალური ყოლია ოფიციალური ტიპები და მაქსიმალურად ვცდილობთ ის არა ერთხელ მარტო და მეტი არ გვეყოლება არასოდეს ესეთი არაფერი ხო და ამიტომ მიხარია ეგრო თქვი რომ ვუყურებ YouTube-ს მგონია რომ ხო აბა აი ამ კაცს პირდაპირ ხედავ დღეს და ამ კაცთან უმაგინებინებ თავს დღეს ძალიან ხო რა კაი ჩემო მიდი გიძეს კაი სიამოვნებით კაი ძმო კაი ეხა შენ ხარ მილანის მუშაობთ კაი ბევრი წელია ხო კი აი საიდან დაგეწყო ეგ ამბავი აი ნამდვილად რაც მახსოვს 2003 წელია რა ფინალი მახსოვს რომ უყურე 2003 ანუ იუვენტუსთან მახსოვს რომ უყურე რა მაშინ 96 მენისენდი კი ალბათ ხო მაშინ ხო არავინ არის 2000 იტყვის რომ ენა შეუცვალეო 2005 მახსოვს მაგრამ 2005 მახსოვს მაგრამ და ნუ 7 ხო საერთოდ მახსოვს და 3-ის გახსოვს ანუ მაგრამ მაშინ რა პრობლემა იყო რა ანუ
სერია არ გადიოდა ეხა ტელევიზიაში სად იყო და ანგარიშს გაგება რომ მინდოდა დილას სკოლაში მივიდოდი გაზეთში ნახულობდი რა ჩემეზე კითხულობ და სკოლაში მომზადებული მივდიოდი რა იქ ერთი მეგობარი მყავდა ეხა სხვათა შორის ეტანტას კომენტატორი არის გიორგი ფულარიანი ჩემი კლასელი იყო ის იყო შევჩენკოს გულშემატკივარი მე ვიყავი კაკასი და ეს მილანის ორი გულშემატკივარი მოკლედ აი რა მე ჩვენ დავსვით კაცო ზედანდაზე თავი ძალიან მაგარი აი მაგას შემიძლია უსმინო მართლა მაგარ შხუბოს ეგ მაგარ ჯამთელია და მე კარგი ოლივერ კაანი და რა ვიცი მე აი მანიაკი ხარ ფულარ დღევანდელ მილანზე აი დღევანდელ მაგას ისე სამი გაჭირვებული ვშედბორთ აქ ახლა არა მე მგონია რა ყველაზე მეტად მაგარი გაჭირვებული ლიგაზე თამაშობ შე ლაივს უყურე მე და ეს რო ვიჭეკით აქ რომ ბილბაო მანჩესტერზე ვინ არის გაჭირვებული შედეგერის მე ისე არ მოგივიდა ჟორიკას რო ვკითხე რომ ვიჩვენოთ რომ ეს გადაარჩენდიო კაცო არა მე ვარ ახლა ამ შემთხვევაში გაჭირვებას რაც მე მგონია ჩვენ გვიჭირს ყველაზე მეტად იმიტომ რომ აი ჩვენ ფულიც მაგრა გვიჭირს სტადიონიც მაგრა გვიჭირს შედეგებიც გვიჭირს და ის თამაშიც რთული საყურებელი აი ძალიან ერთგული გულშემატკივარი თუ არ ხარ ჭირს რა, მაგრამ რაღაც გამონათებები გვაქვს. ეხლა გიორგის რო უსვენ და ჩვენი ქართული კლუბების მეფეურები რას ფიქრობენ? სხვა შორის გიორგი. მილანს უთის ფული არ აქვს, სტადიონი არ აქვს და არაფერი მათ არ აქვს. სხვა შორის გიორგი რა, ესწრება ჩვენი ჩემპიონატის კრისტალ ეროვნული ლიგის მატჩებს ძალიან შედეგით. ხო, ეხლა ინტერნეტში მე ჩვენც უყურეთ სულ. ხო. დავდივარ კიდევაც. თამაშებზე დავდივარ. გორშიც ბილეთს. გადამყიდველებისგან. გაისე აი სხვათა შორის მე მაგ დროს მომმართო რომ ჩვენი ჩემპიონატის თამაშზე გადამყიდველი ისე ვაკოცებს სახში თავს ეგს დაუდგა გადამყიდვებს ხონდეს ბილეთი მე მაქვს დანახი ეგ მარტო ეგ სურათი ეგ კვარა რო იყო მაშინ ვიყავ შენს ბობას მიცავარ კვარამდე ბათუმში ვიყავი ჩასული ბათუმში ეგ პერიოდი კი ზრაო მაგაზე ხო ეგ რომ მეტად აი კვარა რო ჩამოვიდა იმ თამაშებზე იყო რიგები მანამდეც გეუბნები იცი რომ ახალი გახსნილია სტადიონი სეზონი ანგისა და ბათუმში იყო თელავთან იყო კი არ ვაკნინებ თელავს ყველა თამაში იცვებოდა ბათუმის სტადიონი ახალი და იცი რა მე მუხტი ცოტა აი სლოვანის მერე სამწუხაროდ აი ეს მომენტი ლოცუზე გაფუჭები ხო ხვდები ფსიქოლოგიურად მოქმედი ხა იმ კაცმა იმდენი ფული დახარჯა იქ და იმდენი ენერგია ჩადო აბათან მაგრა შემეწოდა აშიკო რა აი ყველა ვარიანტი ეგ არის აჯილად უიღბლობას ძალიან დიდი ეფექტი ქონდა ეგეთი გოლი ეგეთი გოლი თან არის აი რამ დაგაბნია ხო 5 წელი იყო ეგ პროგრამა ყველაზე დიდი ხანი ბათუმში იყო აი გაწერილი პროგრამა. კაი, წააგე, უნდა შეგეძლოს რა მე მეორე დღეს გამოფხიზლება. მიზანი იყო მან ჯგუფში შესვლა. ჯგუფში რო ესენი შესულიყვნენ, აბსოლუტურად რადიკალურად სიტუაცია იქნა. ეგ რო გუნდი რო არ დაშლილიყო და ოდნავ დაემატებენ, ყარას ვერ დაამატებდნენ რა თქმა უნდა, ვეძურიკოს, მაგრამ მომდევნო წელს ვინც იყო ჩვენი ჩემპიონატში გამორჩეული ფეხბურთელები 2-3 რო დაემატებინა და 2-3 კაი ლეგიონერი. ინფრასტრუქტურა არის. ეხა რა გუნდების თამაშობენ, აი გინ კონფერენს ლიგაზე, რავი ხა არა. ხეგენი არ შემომართლებინო. არა სახელს ვერ მეტყველების ავარჯიშოა ყველა ეს ვინ იყო ბიჭო? იმ დღეს რო თქვი. პოლონელს რომ მოუგო კაცო. ლუქსემბურგის. სახელის ვერ ვიხსენებ, თორე ვინც იყო გივიცი. მეტყველების ავარჯიშოა. ფარერების რა ლუქსემბურგის. არა, ფარერებს ის იყო, რა ქვია. ჯგუფში გავიდა. ფარერებს სლეტიზმი გუნდი იყო რაღაცა. ლეხს ვიღაცას მოუგო. ლეხს მოუგო, ხო და ლეხმა ჩვენ რო გაგვაპო კი ნახი აქ სამწუხაროდ რა თქმა უნდა. კაინა თავის გაჭირვებთ. არა, იმედია ყველაფერი დაალაგდება და რა ქვია, შენი მილანი მითხარი. მე და გაგიტეხავს ის. იმიტომ რომ ძალიან ბევრ მილანის კომაკს ვიცნობ. და იცი რა მევასება, აი გულწრფელად ვიტყვი მილანის ფან კლუბსაც აქედან მიუმართავ აი შენი სახელთა და სიყვარულით გული და რამე ყველაფერი. ბიჭო აი ხშირად პოსტავ ხო? კი, ბიჭო საღად ააზროვნებთ, კარგად მსჯელობთ, არ გაქვთ რაღაც აი სექტანტური დამოკიდებულება, როცა ააგებ და შეცდომა აღიარებთ, რაღაცა იმან დაუშვა შეცდომა და არ არის რაღაცა ის უაზრო სექტანტური დამოკიდებულება. აი მევასება თქვენ. ყველა მიცის მოკლედ რა შეუულია აქვს რა. შენ გასხვევი. მილანის შესაძლებლობები მილანის გულშემატკივრისთვის არის ძალიან ნათელი რა და არ ითხოვენ. ეხლა ჩვენი გუნდისგან აღდა დავითხოვთ ყოველ წელს ტიტულებს და რაღაც ისეთ თამაშს. იმიტომ რომ არ ყავს რა შემოდგება წელს შეიძლება იყოს სკუეტოს მებრძოლი, მაგრამ 2 და 3 ტურნირზე როცა ვთქვა. ეს ტვინი რო დაგემატათ ეხლა? აი ეხლა წელს ნამდვილად შეგვიძლია სკამი ყავს საერთოდ რა. აი განაცხადში ვერ ავსებენ განაცხადს რა. ეს ხოჩი რას ძახის ხომ ლივერპულს რომ მოუგეს და კიდევ კაიფში ვარ ვერ გამოდივარ ეფილზე რომ არა ყველაზე მაგარი რეალთან არა PSG მანჩესტერი რო იყო ხო პირველი თამაში
ინგლისში მოუგო PSG და მე წინასწარ მქონდა ბილეთები და ისინი აღებული მე და ბუკა უნდა წავსულიყავით და აქ რო ჩაიჯოს ბოდიში რა მე ხوار ჩავაბაროთქო რა არა გეტყვი რასაც ვაგეთები ხوار ჩავაბარო მეთქი ბილეთები და მე მეთქი ბაშტა ვიყავ პარიზს ვანახებ რაღაცებს მოვიჩავე ის ხა შემადგენლობას არ არის მე ხა PSG-ში დიმარია და ეგ სასტავი და დიმაო წახი ჩონგი თუ რაღაცა ეს სკოლის მოსწავლე დააყენე სამხელათმებით რაღაცები და ჩვენ ისეთ ადგილებზე მოხდით ესე მართლა მაგარი. რო იქ აკრძალული იყო რა, რო ნეიტრალი უნდა იყო, ქუდი მოიხადე და შევიხოთ რა. არა, ჩვენ რა მოგოდგეთ, ფერგიუსონის გვერდზე ვიჯექი, შეჭემა ისეთ ადგილას მოხდი. რა არის ფოტო არა მაქვს თუ რა? ფერგიუსონის გვერდზე არ გითხოვს. ნუ მაგინებინე თავს. ფერგიუსონის გვერდზე არ გითხოვს, რომ ვიჯექი აეროპორტში. რო არ გაცილები ხარ, ნამოხვა, შეჭემა, მაცალე ხა მალაპარაკე. და მე მასაც ვიტყვი რა ბიჭარი ვიღაც ხალი რაღაცა ღვინოები რაღაცა მეთქი რაღაცა ეს რო დგევარი გამოია უკენა მე გაიესაო რაღაც გავიჭედე იმ ტურნიკეტში და მოწრე და ეს არ დგას ფერგიუსონი ბუკა შორს იყო მე გადავიღე ორი სელფი და ის ვერ მოვასწარე და ნუ ბავშვი გული დაამწყა ეხა რაზე რა აი ეგ თამაში რომ მოუგეს ამათ ბოლოს პენალი რო დატყის მე მგონი არც იყო პენალი არ ვიცი სასწაული ხდება აი ეგ აქ რა მილანსთან მანჩესტერს აქ ეგრო და დიდ კლუბს რომ 1 და 2 თამაში შეუძლიათ სასწაულ დონეზე ითამაშონ რა აი შარშან თუ გახსოვთ რეალს გასვლაზე რომ მოუგეს რა ან აი დიდი გუნდია რა ბარსელონა რო პიკში იყო 2-0 რომ მოუგეს სახში მე 4-0 წავაგეთ გასვლაზე მაგრამ აი იქ 2-0 აი ისეთი ცუდი შემადგენლობა ყავდა ჩამოწერილი ფეხბურთელები აქვს მიუტარი და აი მოდრიჩის ყიდვას როგორ აფასებს შენ როგორც მედანის გულშემატკივარი აი იტალიას და სერიას იყო თუ რა იტალიას და სერიას ეგეთი ფეხბურთელები უხდებიან ყველაზე მაგარი აი ვეტერანები ასაკში დაღვინებული გამოცდილების და კლასის ხარჯზე აი ძალიან მაღლა წევენ იტალიის დარბის რა ვიცი მოდრიჩთან აი არ დარბის თქო ეხა დარბისაც შეუძლია ეგეთი არის მარტო ზლატანი მახსენდება მაგასაკში 40 წლის ყველანაირი და არ ღვინო მალდინი ეხა არის 39-ის იყო რომ გაანება მოდრიჩი ოღონდ არის ეხა ზლატანი წინ იდგა რავი პასებს აძლევდა ინარჩუნებდა და უტყავდა მაგრამ სირბილი არ უწევდა რა ეხა 40 წლის ასაკში დარტყმა შეიძლება შეინარჩუნო მაგრამ ნახევარდაცვაში ცენტრში ამდენს დარბოდე აუ ჯანი და მაგან მაშინ რა გააკეთა ხო გასოს მაშინ მანჩესტერში თამაშა რომ მიიღო ზატან ხო და ეს ფეხი ხო საშინელება და თქვენ ეს რო სოფლიო ხო მოდიოდა და ერთ კვირაში აუში გაიჩიტა ტიპინა ოპერაციები და ეს დარბოდა ჩვეულებრივია და ბრუნდებიო და რა თქმა მთელი ამბავი თუ იმდენად ცხოველია ფიზიკურად მაგ ტრავმის მერე დაბრუნება კი არა ხალხი ვაფშე ვერ დადის და მეზობელთან ვერ გადადის თან ზლატანი ნაკრებში არ თამაშობდა რა მოდრიჩი ნაკრებში ყველა თამაშს თამაშობს არც ერთი არ ჩაუგდია თან ყველა ჩვენთან ჩამოვიდა მაინც კლასი ჩვენთან მიწა საკუთარი გიო არაერთი ჯილდოს მფლობელი ხარ ესე დავიწყე მე ჩვენი გადაცემა და აიქცია მაკეც გითხარი შენი ძელი კითხვა დაუძე რომ ერთი კომენტი შეჭამოს არა მოკლე კითხვა დაუძე სპეციალურად ოქროს медаლი ხო გაქვს ოქროს медаლი არ მაქვს საბაგეროდ ვერცხლი გაქვს ვერცხლი რამდენიმე ოლიმპიადაზე მაქვს აი ვიზიკო ხო, ოლიმპიადაზე. კი ბატონო. ანუ ოლიმპიური ჩემპიონი. ბრინჯაოს медаლს ხო? ბრინჯაო და ვერცხლი ესე ვთქვათ რა. მარტო. ნუ ეხა ტანახაზე ვერ არის, მაგრამ თავის საქმე, აბა შენ გადი ერთი თუ კომაროვი თუ რაღაც დავამთავრეო და ვერ გადავიდო. არა ჩემი გოროშე, მე ვაჩვენე კასავენ და მე არა მე ზალი დამთავრებინეს ვამბობ მაგას რა შემჭამდა. მე მათემატიკაში ძალიან იქნება. მერვედან გადავედი რა. და ფეხბურთში ხო გეხმარება? მათემატიკური აზროვნება. ორი ერთმანეთს ეხმარება რა. აი დაღლილზე ფეხბურთი უნდა ითამაშო და ნუ ისეც გეხმარება აზროვნებაში რა. კაი კომბინაცია. ყველას როგორც დიმა იყო და კომბინეიშენ და დაგახსა თამაშობ ალბათ ხო? მოყვარულის და ისე. კი, არა, როგორც დიმა იყო და არაფერი როგორც დიმა იყო და კომბინეიშენ თქო რა. შენ გიყვარს ხოლმე რა კომბინეიშენ და Manchester United. ფრი ჩვენს გვინდა თქო რა. კარგი, ახლა მე ისა მაგ ვერ გავიგე. ნოდას ყველაფერი უფასოა და ერთი ფრი გამედა. ამას დამსახურება უნდა, ეს გზა უნდა განვლო. ამასაც რო გითხო ეხა. აბა მიდი. მიდი. ვინ უფრო კაი კომენტატორია ეს თუ მე? რა თქმა უნდა, ეთქვისაკეთ. ეხა იმედია ორი კაცავე დაარეთ. არა. მე საერთოდ მოდი აქეთ გაგიწმინდე. ესე ვიტყვი, ნუ დიმას ხმა, აი საერთოდ რომ ესმის სამედეცეოა. ჩემთვის ასოცირდება გამარჯვებებთან რა. და ეხა რადგან არ მიყავს რა, გადაცემები და ზეითად ნოდარი თან ნოდარს მიყავდა სერიას თამაშები რა.
ამიტომ ეხა ნოდარზე ვარ უფრო შეჩვეულ, მაგრამ ორივე რო ერთად დაждდეთ და წაიყვანოთ. ეგ იქნება იდეალური. დავიყვანეთ ანგრიმენებთან ქალების და ბიჭების თამაში უყურე? და ისა რა ქვია, იქ ვერ ვიგრძენი რომ გასწორა და მე ჩანაწერი უყურე მეწონა. აი ის იმდენად არა რომ დაუბრუნდე. ნოკა დუეტში თუ გიხილავთ, აი. ბიჭო, არა, დუეტი რა თემა იცი, მე არ მიყვარსო ხელი, აი ვერ შეუშლი რა. რა ვიცი, რომ არის გვერდზე ვინც გიზის ისე ერთი ტაიმი ერთხელ წაიყვანეთ, მეორე ტაიმი მეორე. აი გადრე იყო, ხო 90 იყო. ეგ ვაფშე რა ეს რა გადმონაშთია. აი წონს ეგ. ერთი ტაიმი ვიჯდავიღასა, მეორე ტაიმში შემიკონა და ის ავიდა დაისვენე პივა რა. ეს მეორე ტაიმი გადას მიყავდა. აი რატომ აი დამატებით ზე რა ხდებოდა? აი რატომ აიც და მაიც ის წავიდოდა პივაო, ის თქვი რომ ის წავიდოდა გაეცნობოდა რაღაცა ტაქტიკას, გაეცნობოდა მეტოქეზე ინფორმაციას. არა, ის წავიდოდა პივა. ესე კი სადმივდი ვარ ჩვენ ხარ ეგეთი რომ წახვიდოდი და პივას დავიდი. და ჩახვიდოდი იმაზე რა, სანაპიროს თუცა მოიტანდი. ო, შენ თვითონ. ძალიან. ყველაზე ხარისხიანი გინესი და გინესის რეკორდი. ხო, ერთი რაღაცა მინდა გითხრათ რა. ჩვენ როცა სალომესთან ქონდა რაღაცა ვიწერმოწერა და დავკავშირდით, მაშინ ხო გითხარით რომ იყვნენ შეყვარებულები და ეხლა არიან სოლქმარი. საქორწილო საჩუქარი, ანუ მაგ დღის აღსანიშნავი საჩუქარი გიორგი მიიღო ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რაც ამე მისთვის ყოველ შემთხვევაში. სალომემ არ ვიცი რა იჩალიჩა, როგორი ჩალიჩა. ვეკითხები და იძახის რომ ფევრი იწვალა და კონკრეტულად არ იძახის ისე გით ტაქსილის. და ნაკრების თელი ნაკრების თავის ხელის მოწერებით ეს ახალი მაისურები როა. კორტეში როცა ხარ რა? კი, მაგრამ ეხლა მოშებოდა ისე რა, ეგ ღირებია. უფრო რეტრო არის. ხო, ეგ არის როგორც ჯინსაზე ჩაესო და იტასავე. ეგ უშლით მე მგონი ვერსონ თქვენ ხელი. იმიტომ შეუშალა ხელი. და აჩუქა ეს. და ამბობს რომ სახში რა თქვი რაც არ უნდა მოხდესო, ეს და ეს ორიო, სალომე ეს მაისურია. თავარიო ჩემთვისო. კი, ძალიან მაგარი საჩუქარი მივიღე ქორწილში, სხვა საჩუქრებთან ერთად, მაგრამ ეს ნამდვილად გამორჩეული იყო. ეხლა ვიღაცები ხო დაწუნებულიო რაღაცა ძვირფას საჩუქრებს მიიღო და ის ხალხი უყურებს და ფიქრობს ეხლა ამან მაისურზე ჩვენი საჩუქრები გამო. ქორწილში ეგთან ისეთ მომენტში მაჩუქარა, დაახლოებით შუა დრო იყო უკვე. ხალხი ოცეკავს. კი, ჩარჩოში იყო ჩასმული და ხალხი ჩემთან სურათებს აღარ იღებდა. თვითონ იმასთან იღებდნენ სურათებს რა. ჩარჩოსთან. აი ეს ნაკრები რა არის შემთხვევით ახლა მითხარი. აი ეს მარტი ამბები რაღაცა ეს თქვენი თაობისთვის უფრო ისეთია. აი ნაკრებზე ცოტა გულდაწყვეტითაც მინდა რაღაც რო თქვა რა. მიდი. ესე იგი, აი ეხა ესპანეთთან თამაშზე რა. ბილეთები ჯერ კიდევ გაყიდვაში არის რა. ხო, ეხლა. აი მაგაზებს ყובה ასლარიანები დარჩა მარტო უმე. ხო, მაინც რა, ყოველთვის ანშლაგი იყო ხო. ერთ დღეში იყიდებოდა. და აი შედეგს რომ მიება მაყურებლის დამოკიდებულება, ნუ ძალიან აი ესე ვთქვათ გულნატკეპი. შენ რა მოლოდინი ქონდა? აი როგორც გულშემატკივარს რაზეც განა ესპანეთთან თამაში კონკრეტულად. აი გავიგეთ. ზოგადად ამ ციკლზე იყო, ხო? თურქეთი, ესპანეთი, საწყალი ბულგარეთი და ჩვენ. კი, აი ნახეთ ჩვენ ახლა შედეგების მიხედვით რომ ვიმჟელოთ რა სოფლიო შესარჩევში რამდენი თამაში გვაქვს, ამდენი შესარჩევი გვაქვს რა თამაში. სულ გვაქვს მე მგონი 2 თამაში მოგებული. არც კი მგონი რა ვიცი. თლიანად რაც შესარჩევები არის. არა, ნუ 2-ზე მეტი, მაგრამ ნუ რამ საერთო სურათს 2-ზე მეტი არის. სოფლიოზე არა. არა, როგორ სოფლიოში არჩევს. სოფლიოში შესარჩევი. მოიცა ლიტვას მოუგე შინდაგარეთ. ერთი სამი თამაში გაწიე გამოჩი. ლიტვას მოუგე შინდაგარეთ, პოლონეთს მოუგე 98 წელს დავიწყო. სოფლიო შესაძლოა 90. იცი რომ ის იტალია რო ყავდა პირველის მერე კაცო 2002 შესარჩევი იყო. ლიტვა, უნგრეთი, რუმინეთი და იტალია ყავდა. მაშინ მოვიგეთ უნგრეთთან თბილისში, ლიტვას შინდაგარეთ მოუგეთ. გასვლაზე 4-0 და აი დაანებე ორთაოზე გამოიგე. არა, ისე კაცო. კეცმადან დაწყებული ვაისის დროს ანუ ძალიან გუჭირს რა სოფლიო შესაძლოა თამაში. არა, გეთანხმები კაცო. ეხა ჩვენ ამ ჯგუფიდან რო გავსულიყავთ, ერთადერთი შანსი გქონდა, თურქეთი თუ დაკარგავდა ქულებს და ჩვენ თურქეთს ერთ თამაშს მაინც მოუგებდით რა. მაგრამ აი რეალურად გიო, რეალურად რო შევხედოთ ჩვენ ფორმატიდან. ერთ კრიტერიუმსაც ვერ ვიტყვით, რომ თურქეთს ძალიან არ ჩამორჩებოდეთ რა. ყველაფერში ჩვენზე წინ არიან. ყველაფერში. ესპანეთზე ხოლმე საერთო აპარატი ზედმეტია და თან სასწავლო ფორმაში არის. ჩვენ მოლოდინი შევქმნით, თამაში მედიას ბრალიც, მედიას წვლილი ძალიან დიდია, ჟურნალისტების ჩვენი ანუ ჩვენ ვართ რეალურად C დივიზიონის ტოპ დონე და B დივიზიონის საშუალო დონე. ერთა ლიგაზე რაც არის B დივიზიონი, მანდაც ორეულში ვერ მოხვდით ხო? ეხა მესამეზე გავედით და გადავედით. თურქეთი ნამდვილად 100 გუნდი არის ჩემი აზრით. არა, ძალიან მაგარია თურქეთი. იცი რა, თუნდა მაგას ლაპარაკი, ეგრეა. იმ დღეს ყველანაირად, ყველა ის არის, რა სათამაშო დრო აქვს ყველას კლუბში. იმ დღეს სამ ნაკრებს გამოიყვანენ. კი და სკიპო ყავდა და ეგ თქვი ზუსტად რომ წარმოიდგინე
კრიზისი საიდან დაიწყო? ხო 2024 წლის 10 სექტემბრის მერე ნორმალური ნაკრებისთვის არ მოგვიგია და ნუ კრიზისი რა ეხა, ნუ ჩავარდა. არა, ხო, რა, ეხა იმასაც ნუ მივიღეთ ის რაც გააკეთეს, ბრავო და მაგარია მაგრამ. შემოდგენლობა იგივე იყო, მაგაშია მთელი პრობლემა. მაგრამ აი ხო და აღმავლობას მოყვება რა ყველამ ვიცი. სანიოლზე რას ფიქრობ? სანიოლი მე მგონია რომ ეხა არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ჩვენ აი ეს ციკლები რაც გაგვატარა, იდეალური არა, ეხა ვიტახე, კი, ევროპის მერე, მოდი ეს. ეხა მგონია რომ ისეთი შედეგი, რავი, რაც ეხა ლოგიკიდან ამოვარდნილია, ანგარის თუ შევხედავთ, ანგარის თუ ვიტყვით, მაგრამ რა ჩემთვის განაცხადი მნიშვნელობა არ აქვს. ეხა 4-1 წავაგებ თუ 3-1, თამაშსაც შეგვიძლია გავაკრიტიკოთ. ხო, ხარისხი. მაგრამ ეხა რომ იმისთვის რომ ეხა გასაშვები იყოს და ვაი ეს რა მოგოვიდა რაღაცა. ხო იცი როგორ არის ჩვენთან როგორ არის ხო მე უბრალოდ რას ვთვლი იცი? თან უეჭველი მოსაგები თამაში მაგას არ წაუგია რა. ეგეთი რამე არ ყოფილა. საშუალო გუნდები ეგ ეხა იმასაც მოუგებთ ალბათ. დარწმუნებული ვარ. ყველაზე მთავარი რომ გადამწყვეტი მატჩი მოიგე. ჯგუფიც არასდროს ჩვენ არ გვიმართ, თუმცა ძალიან რთული ჯგუფი შეგვხვდა რა. ეხა სხვა გუნდები რო ავიღოთ. ეგ იყო, მაშინაც გერმანია, ინგლისი, იტალიები გვიждდებოდა. ძალიან ბევრ ჯგუფს ვიტყვი რომ ულაპარაკოთ მეორე ადგილზე გავიდეთ. 5 გუნდი არის ჯგუფი. არა, გიო, აი უბრალოდ რა მენიშნა ცუდად იცი რომ ბიჭო აი იგივე ალბანეთთან თბილისში ისა ქვია გასვლაზე რომ მოვიგეთ პირველად ჩეხეთს რომ მოვიგეთ თბილისში რა აქ რო დავიწყოთ ხო მაგის მერე წავიდა და აქედან გამომდინარე ხასიათი რომ დაიკარგა მოლოდინები მე ჩემ თავს არ შეუქმენი ხო ხვდები ეხა მარტო სომხეთის ნაკრებთან მოგება და ნუ იმას არ ვამბობ რა მოლოდინები არ მე მაგრამ ჯეროდა რომ თურქეთის თბილისში მოვუგებდით რაო ეხა რა შეუქმენი ვერ გავიგე აი ეგ ეხა მაგალითად მე ჯეროდა ეხა მაგა არავითარ ისან მქონე რა არ დავიწყე მაგის ლაპარაკს რომ თურქეთის თბილისში 100%-იანი მოლოდინი მქონდა რომ ჩვენ თურქეთს მოვუგებდით რა თამაში ორივე თამაშთან გამოშთა რომ ძალიან გავიგე მაგრამ არა ისი რა ჩვენ არ ვიყავით ხოძე და იმიტომ ხო და მაგრამ არ მოგვიწია კრიზისული პერიოდი ძმაო მაკედან გამომდინარე ვიცი ხო რა ვქო თურქეთთან მე ვფიქრობ რომ არის ეშელონები ესე რა ინგლისი იტალია ეს პირველი ეშელონი მეორე არის თუათ დანია თურქეთი ბელგია ეგენ და მე რეკოვითოთ ჩვენ ხო თან მანდრა ინფორმიდან გამომდინარე მაგას ეგ არნიშნავს მე ერთადერთი გუნდი ვიზეც ვიზახდი რომ ჩვენ ვერადროს ვერაფერს ვერ უზავთ ესპანეთს ხო არა დიმა ინფორმიდან გამომდინარე რა ჩვენ თქვი არა ვაცდი ხო ეხლა ვიტყვის გიო და ინფორმიდან გამომდინარე რა ფორმაში შევდი არა მაინც თბილისში მაინც მეგონა ჩვენ სექტემბრის თამაში გვიჭერს ყველაზე მეტად რა რატო გვიჭერს ეხა აი კვარა ფორმაში არ იყო ტრავმა ქონდა თან მთელი სეზონი თან მე სოფლიოზე ძორი თალბენინეს ლიდერები ვიწყოს ყველა ახალ კლუბში გადავიდა მიხაუტაძე ახალ კლუბში გადავიდა ადაპტაცია მამარდა თამაშებელი თამაშებელი დაცვის ხაზი რავი არის ოპტიმალურ ფორმაში არის თურქებს ყველა ევროტურნირის თამაშები ჰქონდათ ამ მთელი ერთი თვე თამაშობდნენ რა რეალში ჩასვეს 11 კაცში და მთელი სეზონი თამაშობდა ფენერბახჩესაც გავათასა რა შეხედე თურქეთის ჩემპიონატიც ევროთასის ფრაგმენტი ვნახე იქ ბურთს რო 4 ტიმს ლოგიკურად არ ქონდა რა შანსი ხა გიო ლოგიკურად არ ის რო რა ქვია არ მჯერა ჩვენი ნაკრები და არ მე ეგ არა რა თქმა უნდა მაგას არ ვამბობ მაგრამ ლოგიკურად რო შევხედავთ ის იყო გუნდი რომელიც იყო ფორმაში ყველაფერი და ჩვენ არ ვიყავით დინამოზე იყო აი რავი რამდენია ეხლა მგონი 40000 კაცი ესწრება ხო იმის გამო რომ ტრიბუნები რამდენიმე პრობლემა აქვს და მე მგონია ვინც უყურებდა დინამოზე იყო იქ არავის არ ჯეროდა რომ ჩვენ მაგ თამაშს წავაგებთ მინიმუმ ფრესმაიც ვითამაშოთ ყველა მაგ მოლოდინით იყო მომენტი რა ბოლოს აი ვერავის საერთოდ აი ინტერვიუების რო ჩაგეწერათ გეკითხავთ გინდა Facebook-ზე გენახავთ გუფებში რაღაცა გუჭაში ვიზინე გაგეჩერებინა რა არ დაგიულერი ყველა გეტყოდა ეგენი ვინ არიანო რა მე რა იქ თამაშობენ და ჩვენები აქ თამაშობენ რა აი ბალანსი როგორიც აქვს თურქეთს არა გვაქვს ჩვენ ეგეთი შემადგენლობა ბალანსი შემადგენლობა ხო და მან მივდივარ გამოცდილებაც დაცვის ხაზის ჯერ ეხა საზონოვის ტრავმას პრობლემაა მე ესე მგონია რა და იმედი მაქვს რომ დაბრუნდება რა ეს ბიჭი რა ცენტრში ეგ უთამაშებლები უმეტესობა ჩვენი ფეხბურთელებს რამდენი წუთია ქოჩორა საერთოდ აღარ ათამაშებს ის რა უნდა თო თან ეგეც ახალ კლუბშია გადასული ადაპტაცია ხა მიქაუტადე ხო ხვდები ძალიან მაღალი კლასის არის კიტე არ ყავდა თან ეგეც ხა ჩაკვე არ ყავდა აი მაგიდან გამომდინარე ესპანეთანო კიტე ბიჭო ესპანეთან კიტე კი არა ესპანეთის ნაკრებს შეჭმული ყავს რავი ვინც გინდა ხო იგივე თურქეთს რა ან თურქეთმა როგორც წააგო ჩვენ ალბათ იმის ნახევარი წავაგებთ რა თურქეთს არა ეგ მაგის მერე შეშინდა მაგრა ვილი წყალებში გაგებით ეხა ესპანეთი თურქებს რო თურქეთში უგებს და თან მაგ თამაში იცი როგორ იყო თანაფარდობა 50-50-ზე ბურთის ფლობა შეგონი ამათ ხონდა ბურთის ფლობა 50-50 მეორე შეტევაში შეგონდა 17 ბიჭო 17 არის
რავი, მე შეიძლება ვიღაცას ვესროლო, მე რაც თამაში მინახია, ეგეთი უსუსური ნაკრები არ ყოფილა. შენ ტანკსაც ისწრი რომ რამე. ან სანიოლის კრიტიკოსებს მოკლედ მარტივად რო გავცეთ კითხვას, ძალიან ბევრი არგუმენტი აქვს. ეხა ბოლო თამაშებიდან გამომდინარე. არა, გიო, ნახე, არც ის არის საწყენი. წელი წასვლა არაფერს არ უშველეს ეგ. არა, მაგრამ ნახე, არც ის არის საწყენი, ბიჭო, ვიღაცები იგებენ როგორც, აი, თქვით რომ ამოწურა თავი, თქვათ სანიოლმა. ხო, რა ვინმე. ბიჭო, ვიღაცები იგებენ რომ ეს ცუდია და რაღაც. არა, ეგ საერთოდ არ არის მტკივნეული, ძალიან ბევრი მწვრთნელი წასულა. შენ იმ შემადგენლობასთან ერთად მუშაობა მიიყვანე რაღაც დონებზე და ძალიან მაგარ დონემდე, ეხლა ხო შეიძლება რა. ეხლა ის სურვილება გეტყვი რა, შენ იმას გულისკენას მინდა გამოეხმაურო რა. ჩვენ თუ გვინდა დავამტკიცოთ რომ ჩვენს ფეხბურთი გიყვრა და საფეხბურთო ქვეყანა ვარ და პრეტენზია გვაქვს, ეს თამაში აშლაგი უნდა იყოს. მაგის თქვა. ყველა ვარიანტში 1000%-იანი, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება პრემიერ ლიგა, მე რატო თავიდანვე რატო მოვიწავლე პრემიერ ლიგი? და ვთქვათ, რაღაცა ბოლტონი ვარდება, ხო? და უკვე გავარდნილია და ბოლო ტურის თამაშია მაგაც სტადიონზე. ოჯახებით მიდიან ტიპები. და ბავშვებთან და ტირიან, რომ ბოლტონი გავარდა. ანუ, ხო ხვდები, ეს არ არის, რო ვიგებ და მოდივარ ბლატაობა, ეგრე არ არის. ეხა იმათაც არ ვეთანხმები. ყველაზე არასწორია. არა, იმათაც არ ვეთანხმები, რომ ვინც იძახეს, რომ აი ხა კვარას გამო დაიწყეს. დაიწყოს, ბიჭო, კვარას გამო მივიდეს ოღონდა. კაცმა მოვიდა. არა, ესპანეთთან დარწმუნებული ვარ, რომ უბრალოდ შენ ხა რატო გაგიცივეთ გაცრუება? 2 საათში რო არ გაიყიდა რა და არ არსებობს რო არ გაივსოს, მე ესე მჯერა რა ვიცი. მე გონია რომ გაივსო. ხო? არა, ჩვენი ნაკრები 50 გრამ ვისკი ჩაუსხეთ და მოყოდეს რა. No. ჩვენ ნაკრებს ახასიათებს ეგ რა, რომ უკვე როცა იმედები გადაწყვეტილია, მაშინ ვდებთ ხოლმე ყველაზე მაგარ თამაშს. ჯუში რა. იცი რომ რაღაც არანორმალურ ტვირთს კიდებენ ტიპებს რა ხარ. აგინდა რომ ცოტა სვალბარაკებთ ხო მე? არა, რატო კარგად ვაპარაკე. გიო, გითხარი, შენ უნდა შეგიძლია მოგცე გიო. კი, ძალიან. მეტი ხო და ბიჭო, რაღაც ზედმეტ ტვირთს კიდებენ, ბიჭო, გააკეთეს გასაკეთებელი ამ თაობამ პირველ ეტაპზე რომ აი გავედით ევროპაზე 4 გუნდიან ურთულეს ჯგუფში მოხვდი და კიდე რო ვინ ის არ დამისკრინავს ესპანეთს იცირებს წერდნენ რომ ამი ჩვენო მეკარით რო დავიწყოთო და ჩავიდეთო ფორვარდამდე ჩვენ გაცლებით მაგარი შემადგენლობა ყავს და ესპანეთში მეგობრები იყვნენ ჩასულები ვიდეო ჩამიგდეს ეს ელაპარაკებია რა ისინი ძალიან ფრთხილად და ისინი ძალიან ფრთხილად ეკიდებოდნენ ენცი რას ამბობდნენ უხერხული მეტოქე ხართ ისა ხართ ესა ხართ შენ გახარ ბიჭო და თურქეთზე და იმაზე ელაპარაკო შენ დაგაჭრიფებს ხო და არ არის რა ჩვენ ჯერ რა გზაც გავიარეთ და რა ეტაპზეც ვართ მისული ეს არის კიდევ ძალიან დიდი მოვლენა. ჩვენ ნაკრებს ძალიან დიდი პროგრესი აქვს, მაგას ახლა ვერ დაუკარგავთ და შედეგების ხიოს თუნდაც ის რომ მაყურებელს როგორ შეუყვარდა ეს გუნდი. ძალიან უყვარს რა, კომაქს და რა ვიცი ეთყობა კიდევაც რა ყველა მხრივ. ხო და კომაგი ახსენე და მე გეტყვი ჩვენი მეგობარი, ჩვენი პარტნიორი, ჩვენი სპონსორი, ყველაფერი ოჯახის წევრი, ჩვენი კომაგი პირი არ გამიჩერებია ესეთი გემრიელი სოსისია გიორგი ლესე. მე წამე შენ. ცოტახანი სოსი, გაგიცივდა მართლა ამოუწვი იმაში მაგარი სოსები აქვს. გისმენ დიმა ძალიან კარგი რაღაცა საგუზანო სამსოფრიდან ძალიან კარგად ატალიბებს ეს ნაკრები აი პირდაპირ გეუბნებით. ეხლა როგორც გინდა ვინც გინდა ისე გაიგოს და გინდა ლანძღონ და გინდა მაგინო. ჩემთვის იგივე რაც დინამო 91-ის. იმ ემოციით და იმ წარმატებით და იმ ბედნიერებით ჩემი მე ეგოისტურად გეუბნები ეხლა რა. ჩემთვის ეს 26 რიცხვი არის იგივე იგივე რა ესე ვიტყვი არ მეშინია რა ვიცი რომ დამწყებენ მაგრამ იგივე რაცის თასებისთაც რო ავიღებ. ისიც მახსოვს იმიტომ რომ ვიყავე მაშინ 13 წლის ანუ მახსოვს კარგად და დაკითხავი 53 და გარეთ, ეხლა ვარ 58-ის შეჩემის ტროლები. ხანუ ვიღაცებს 57 წელი. ეს რაც იყო ჩემთვის კი ნახე იქ ეხლა ესრემლების სენ რო წამოვიდა. აი ეგ მაგას გეუბნები ამ თაობაზე მე ან გინდა ვილიზე, გინდა იმაზე. არა ძმა რა ბიჭო, რას ლაპარაკობ? ოღონდ იმასაც არ გამოურიცხო რომ ხვალ ზედ მოხდეს რაღაცა და წავიდეს ეს კაცი. არ არის ტრაგედია. ყოველთვის იქნება ჩვენ ისტორიაში ჩაწერილია ტიპი და პრაიმს მიაღწევ ღმერთმაქნას რომ ამაზე მეტი გაიკეთებინოს მონაკრებებში, კაცო. ჩვენც ვიამბობთ. ჩვენთან ასოცირდება ტიპი, რომ 10 წელი რო გავა, 20-30 წელი რო გავა, მანამდე შეიძლება ევროპის ჩემპიონების გავხდეთ და სოფლიოზე მოხდეთ ღმერთმაქნას, ეხა მე თუ მოვესწარი კიდე ერთ რამე ეგეც, ღმერთს ამბობთ სამჯერ მინდა კიდე. კარგი რა, ნუ დაგეკრიბე. სანიოლი იქნება ყოველთვის რო იწყე საქართველოს ნაკრებს, სანიოლის ნატურობა ხო ყველაზე ცუდი რამეა, არ უნდა ვიყოთ ნატურები. ვილის გაუმარჯოს ნოდარ, მიდი. გაუმარჯოს, ვილი მეხსი. ვილი მეხსი. არა, ზოგადად მეხსი. არა, გეკითხები თუ გინდა მოვატანებ. Redalo. Super per te toi, Dima Tabri.
აი ხო, თქვენ ხომ მიყავდათ ის საზეიმო ღონისძიება რაც იყო რა, 27 იყო. მაგას ნუ მახსენებ. მაგაზე დიდი ზეიმი, აი რა უნდა მოხდეს, ნუ არა, სასწაულია. აი რა უნდა მოხდეს საქართველოში, რომ მაგდენი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში, სიხარულის ავტობუსი. ჩემ თვალწინ ავტობუსი 200 მეტრის გავლა მოუნდა საათ ნახევარი. და იქ სცენაზე გაწელე რო გაწელე რა ისა მე ლექსი პროზა არა ისა ვარ პავაროტი ვარ ეხლა სიმღერები ვიმღერო აი ჩვენი ავტობუსი გამოჩნდა მარჯვენა ფლანგიდან მე სვეჩები დავუსველ და მივიდა რა მოვიდა ეს ავტობუსი ამ დედამა მე შემდგერე მე ამან იმღერა ოს პავაროტი რო თქვა თუ არ იმღერისე ო სოლემი თან მაგისმერი არც ერთი ანუ ყოველ წელს ევროპის ჩემპიონატი რა ანუ ახალგაზრდულებმაც ითამაშეს და ეხაც მე მგონია რომ ნუ საფრთხე ძალიან აგუჭირდა მაგრამ ერთა ლიგა პლუს ევროპის შესარჩევი ძალიან კარგი შანსი გვაქვს რომ შემდეგ ევროზეც ვიყოთ რა უეჭველი უნდა მაგას ვამბობ ყველაფერი გამოგვიყვება ჩვენ დივიზიონში ჩვენ ვიზრდოთ პირველი ადგილისთვის ეგ უეჭველია რა ეხლა 100-ში გადასვლა აი რომ ხონდეს მეორეთი შეიძლება გავიდეთ აი უყურე 100-ში გადასვლა ადან ჯერ ერთი უკვე იქ ხვდები სუროთავი ეხლა კიდე რა შეცვია კაცმა არ იცის ეგენი ეხლა იქ ის არის რა ხო და მივდივართ იქამდე რომ არასწორია ეს ზედმეტი გადავლა და ასე შემდეგ რატო იცი რომ სად ხარ და სად იყავი უნდა გაიხედო რა და რა რეალობაა დღეს მოცემული რა თავის უთამაშებლობიან ყველაფრიანად ეგრე არ არის ხა შენ რო გინდა თურქეთის შენთვის დესერტი იყოს იმისთვის ხარ სამი აი ეგ პლეი-ოფის თამაშები რაც ვითამაშეთ რა მაგ დღეს ყველა ფეხბურთელი ოპტიმალურ ფორმაში იყო, ყველას ჰქონდა სათამაშო დრო. ჩაკვეტაძეც და ყველა ლიდერი იყო თან თავის კლუბში. უბრალოდ როტაციის ფეხბურთელები კი არ იყო, ყველა ლიდერი იყო. ქვეყანაშიც ყველა ჯეროდა რომ გავიდოდით, მაყურებელიც იყო სტადიონზე და იდეალურად ყველა აი რა აკლდა მან. ერთი მინუს ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა გვაკლდა. აი კრიტიკის მხრივ ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა დავაკელით რა. ყველაფერი იყო ჩემს გაკეთება, შედეგიც დაიდო. ეხლა თქვა გულშემატკივარი იმედგაცრუებულია ის პრობლემა და თუ მოახერხეთ ისევ გაერთიანება და შედეგიც ბიჭებმაც რა თავის კლუბებშიც დადეს და ესე ჩამოვიდნენ რავი ანუ თამაშებლები თუ იქნებიან არაფერი არ შეიძლება იმიტომ რომ ფეხბურთელი თუ არ თამაშობს ეხლა მე კი არ მიხარია იმ ალისონის ტრამვა ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ თან და კი არ მიხარია მაგრამ იმდენი წერეს Twitter-ზე შენ მოგწა მაი ფეხები და შენი გაგიხმა ეგ ის არის გულისიღმეში გაგიხდი და მეც გულისიღმეში რა სათამაშო პრაქტიკა მაგრამ ამ დროს რაწნეხშია ბიჭო ყველა ხელის მოძრაობა ტიპი ხა იმ დღეს ყოუზი გამოვიდა გუშინ ამ ხელა კაცია თუ სადი რა შეჩემა მიხედე შენი გუნდი რა დღეშია რა მამარდარი ლივერპულს ერჩია ბიჭო ლივერპულს ერჩია პროსტა და მაგიტო რასაც მე ხარ რა თქმა უნდა მიესალმე მაგრამ მამარდა ძალიან მაგარი მეკარე არის რა რა ლაბარაკო ეხა გამოდიან და ყოუზი ხა შენზე რო ყოუზი წერს ხო წარიკითხავ აი ფეხით არ ჯერ თვალებს არ უჯერებდი აი მანჩესტერის მეკარე მაგა ვაფშე მეკარე გაგი ვინა ჯები ლორია რო დააყენო ეხა დედას პიცაო რა მეკარეზე მაგარი თუ არის ხო ისედაც შეეძლო ლორიას უფრო მაგარ გუნდებში ეთამაშა რა მამარდას შეუულია პრემიერ ლიგაში საუკეთესო მეკარე ხო და ჯერ ეხლა გახდება კიდევ პირველი სეზონი ხა ლივერპულში გადახო ვალენსია მიუხედავად იმისა რომ ვალენსია ძალიან მაგარი კლუბია და რავი რა ჭირს ეხა ჩვენი დასაწუნდა ვერც ვიფიქრებდით 5 წლის წინ ალბათ რომ ჩვენ მეკარე ესპანეთის ჩემპიონატში და ვალენსიაში ითამაშებდა და თან როგორ თამაშობდა რა თვითონ ხუმრობდა წინადღითო კავკასიონ არენაზე ვითამაშე და ჩვენ ჩემპიონატში თამაშობდით და გაიღვიძა ტიპა მესტალიაზე ხა. და ლივერპულში გადავიდა თან რა ლივერპულში 125 და 140 მილიონს ისე იხდიან გეგონება რავი ხა. ეს ვანდაიკი არ მომწონს რაღაც რა. ტოპ კლუბში არის შარშანდელი პრემიერ ლიგის ჩემპიონია და რავი ხო და ბიჭო აი მაკედან გამომდინარე არაფერი ის ტრაგედია არ იყო ლოგიკური იყო რაც მოხდა ჩვენ ჯგუფში რა. ეს არის რაღაცა წინასწარ შექმნილი, დავანგრებთ, არ ხარ ეგრე რა ჯერ. მოსაგები თამაშების მოგება, კი, შეგიძლია. პროგრამა მინიმუმი რაც იყო შევასრულეთ, მე ვამბობდი მაქსიმუმი არის თქო 6 ქულა რა. ხო, რა, 7 ქულა იქნებოდა ალბათ ყველაზე. ამბობდი, ჩემთვის ეგეთი რამე არ გითხოვს ვასაერთო. ყუანს გაძურეს წარბები. 6 ქულა თქვი ჯგუფში და ვიღაცებს ეწყინა, ეხლა ნუ მათქვევინებ რა. ერთადერთი 7 მეგონა რა, შეიძლება. რო არ გაეგდოთ, კაცი, საერთოდ რო უყურებდი თამაშს, პირველივე წუთზე გაგიტანა ლამის და 13 გიგებს პირველ ტაიმს და რა უნდა მეფიქრა რომ დაველოდო ეხლა იქნება. მაგდროს არ გეუბნები, მანამდე გეუბნები. მაგდროს მეც ვიტყოდი სამქვე 6 ქულას. არა, მაშინ მე ვამბობდი რა, შემადგენლობით რა შემადგენლობითაც დახვდი, გიომ რაც თქვა, თუნდაც უთამაშებელი და ის როგორ ფორმაში ჩამოვიდა, მე შინოდა ძმაო. შენ რა სწავდი ბავშვობაში?
ხერხილს. ვისა და და თამამი ხარ? თამამ. თუ იმამი, თუ როგორ ახსენებს ბიჭო? თამამ. გიო, რას შეცვლიდი ჩვენ YouTube-ზე? რაში მოუმატოთ ან რა მოვაკლოთ? YouTube-ზე ერთი 100,000 გავწერებს დავამატებდი, ჯიგარი ხარ? ესე იგი ვიმსახურებ. არა, ნელ-ნელა მივიდივართ რა. ხო, რა, YouTube-ი ხო იცით როგორი არის, რა წლები და დრო ჭირდება და ჩვენ კი კაცო წლები და სადღამ აქვს მე მაგდენი წელი ჩემო ძმა. აუ. ხეზენი. აი, გათამაშებები კარგი იქნებოდა. გათამაშებები? აი რა გავათამაშოთ, მითხარი? შენი მაისურია ეს ბრეტელები არის. თამაშებ თუ? დიმას ბუზღალტერი. და მაისურები კარგი იქნება. თქვენ ეხა თქვენ გეკ. აი დიმას ბანკეტის კაბა. აი მაისურებს არავის არ მივათამაშებული შეავა. დიმას ბანკეტის კაბა. გაათამაშე შენი სალომეთან ჩვენ ნაკრების მაისური თუ. მე მაგალითად დიმას ბანკეტის კაბას გავათამაშე. თავშეკით. არა, შეიძლება. მაგის გარდა შეიძლება სხვა მაისურებიც მაქვს, მაგრამ მაგას და კიდე ციას გავათამაშე. აი, მე მაისურ გავათამაშებ, აი. შატო გავათამაშე მე მაჩქა მაგარმა კაცმა გიორგი გიორგაძეს აქედან ბამონოს ჯიგარი ხარ მან მაჩ. ხო და უნდა ხო და ვინ არის ვითხარი და იტალიის ფან-კლუბის ლიდერია რო იცოდა. და სად ის გვიყურებს? ყოველთვის გვიყურებს და ჩვენიანია. და იტალიის ფან-კლუბის ლიდერი თუ ხარ ესპანეთის მაიკა. მე გამიკეთა საჩუქარი. ხო და იქნება იტალიის ეჩქებინა და გადაგეკეთო და რატო შვილო კაცმა გამიკეთა 7 ნომერი სპეციალურად მოგწევ თუ დაგიშვი მაგ გასებუთავში ეხა. აი მოიხად ეკუდო ოფიციალურად. ნაკრებში ვისკომაგობთ ისე ინგლისს. მე ბრაზილია. დაიწყე ეხა უბრე. ბრაზილია ევროპაში ხა იმის გამო პორტუგალია. ცოტა იქით რო გადავიდე. ხა ალოგიკური ამას რა ეჩვენა? ამას ცოტა განვითარების პრობლემაა. ალოგიკური რა ეჩვენება? რომ სოფლიოზე ბრაზილიას კომაგობ და ევროპაზე ინგლისს და ამ არა, ხო, ინგლისს და კრისტიანო რონალდოს ველი სიყვარულები ნანი რამე პორტუგალი და აღარ დარჩარავ მეტი ვია. ყავს გაუ მეტი აღარ და მე გადავი. იცი რა სიმპათიები, აი ბელგია შეიძლება და მე წავა, ბეჯო მახსოვს ეხა ევროპაზე ნახეთ, ხო, ყველა ფან-კლუბი რო დაიშალა ეგრევე, ყველა რასაც საქართველოს არა, ამას რა პრობლემაა? ეხლა ჯერ ფეხების საცოლი ხო დაიწყო უკვე, ეს ერთი ჩიკაგინეს დალია. ეხლა იმას რო ატრიალებს, ხილად იყავ, შეიძლება თვალში მოგარტყას. აი დაღლება ფიო. ამის რა მევასება, რომ აი კულტურულად წკეპლავს, გაიგე? აა კულტურულად წკეპლავს, შეიძლება არ შეგიძლია ზალება. თან იმას თხოვე და 50 გრამ ვისკი ჩაგისხეს შიგრით რო არ წიწი. რა სამწუხარია. აქედა სად ვიდი ხა? იგოეთის კვეთაზე. აი არ მისული იქ. ხო და ის ვიდეო ხო გაქვს და ნახე. როტინის ევროპის ჩემპიონატზე რო გავიდი. მაგ დღეს ბიჭო რა არის უცნაურობა აი. ადამიანი რომ მაგ დღეს ფეხით მივდიოდით და მთელი გზა იმას ბღეროდა წვიმა მოგონებებს. ას ერთადერთი სიმღერა იყო რომელიც არ შეშლია. იმან მეთქი? რაღაცა მოხდება გიორგი დღეს და წვიმა მოგონებებს. დიმა როგორ ხარ? ვიღაცა ხო დაიძახ. დიმა როგორ ხარ? კარგად ვარ. აი ანუ წვეტა არ იყო მელოდიის და მე რო აფეთქდა და აი მეთქი წვიმა მოგონებებსაც ცრემლები. ხაპაყუპით მოსდიოდა მათო. ლერონზე ხა მოყვება რაღაც ხმელობას. ეხლა გიოსთან ფიქრებში მიდის და გიოსთან არ მათქვევინო პარიზში შენ ჩასვლის მიზეზი რა იყო? პარიზში? ხო, მანჩესტერი არა ის, ხურჯინი ჩამოვიდა იქიდან და მაცივრები და ტელი ამდე მისაკრობები. აი ეს ადრე მაქვს დათქვამი და პარიზზე ჩამოვიდა. კაი ხო. აი ეიფელის მაცივრებზე მისაწებებლები გებზე დაეცა. გიორგი, ეხლა დაცალე გეხოწე, მიდი. ეხლა გიორგი, რაც მე ციტყვი უფრო საზიანოა შენთვის. რატომ მოუტანეთ ეს გინესი ბიჭო? რა იყო გინესი რომ ათრობდეს მე იმას კი არ დავლევდი. და სამი სიტყვა აქ ნათქვამი მთელი აფრიკა. ჩვენ ყოფილ მეგობარს რომელსაც ალკოჰოლის ჟანრში მივყავართ, თქო დაბრუნდეთ რა. აბა ვიმახსენე თუ იცი. ხეხები გააჩერე. არ მედრიშება ჩვეულებრივად ყველანაირი გაგები. გიორგი PlayStation-ს თუ თამაშობ? აი ძალიან ცუდად გამომდის ვიდეო თამაშები რა. დიმაზე და ესა? ეგ მეტნაკლებად კარგად, კი. არა, სანდამ გადავალთ ჩვენ მაგიდის ფეხბურთზე, გიორგის არ ვეთამაშოთ ჩამოხრჩობანა? მოიცა, კაცო, რა ჩამოხრჩობანა? აუ, მოიცა და ჯერ ჩამოხრჩობანა ჩვენი ტრადიციული თამაში. გიორგი გინდა ჩამოხრჩო, ბიჭო? გიორგი არ მინდა ჩამოვახჩო, მაგრამ დაგიშვებს თავში ეგრევე. ახალი საჩუქარია ეს ნიკორას დაამატეს შიგნით რაღაც ძვირფასეულობები. თუ მომიგებ, წაიღებ თუ არა და დარჩება. მე მგონია რომ მოვიგებ და ნახ. შეგვიძლია? თუ არა და დარჩებაო, რა ჟღერია თვითონ უნდა რომ წაიღოს ბიჭო. იმიტომ რომ ეს საჩუქარი ჩვეულებრივ ყველას ეკუთვნის. ეხლა შენ უნდა რომ აგახიოს. დებულებაში არის. ყველასთვის არის. ეს გამოგვიგზავნა. ხო, მაგრამ ნიკო რომ ყველას უნდა ვიცოდე. ნახე რა თქვა
ეს რაღაცები ჩაუმატებია თორე და ეს თუ წაგებ აქ დარჩენო ჩემი ეგეთი რამე გაშენო გააგიჟდე იცი რა არის დებულება შეიცვალა დებულებაში წერია ეგრე რომ იმ შემთხვევაში თუ გადაცემაში არის თამაში შეგიძლიათ გაათამაშოთ ასე რომ ვითამაშოთ ბიჭო რევსი გონეს ღმერთო რა მოიტო დებულება აიწყებ ხა ვაიმე დიმა გადარჩა დიმა არ დავიწყო ისე ჩაბურჩი ვისი გულშემატკივარი აუ ეს მანი მე ფეჯა ვიყავი რა მე ჯოკოვიჩი როგორ ეხლა არა ადრეც ნუ ეხლა მაგაზე ხო ეს ისეთ თემა ნო და ესე ვიჯდე ეს ახალგაზრდები არ მოწოს რა რითვერ დააკმაყოფილა თქვენი კენკარასი და არ მაგარია ეს ჩოგურჩი მაგრა ერქვა არა რითვერ დააკმაყოფილა სინერი კი მაგრამ სინერი იტალიელი არ არის ხო იცი ავსტრიული გერმანული ის აქვს ბევრსენი რა ანუ იმიტომ არის უემოციო ხა ეგეთ იტალიელი გინახია აი ფონინი ხო გინახია და მე რა ეს ეს ნაჯარი მოფედერო ტიპი ეს თავის მენტალიტეტით რა უფრო ფედერი რა სიტყვა გამახსენე ხო მოკლედ ეხლა ვიტყვი ჯერ კამერაში მოვიცდება ეს ძალიან კარგი გიორგი ისე აქტიურად არის ფეხბურთში ჩართული ყველაფერს უყურებს და ხო გამახსენე ყველაფერს უყურებს და ესწრება თამაშებს ძალიან ბევრს და ამიტომ გადავწყვიტეთ დღეს ცოტა რთული კითხვა და მოულოდნელი დავსვამ. არა, შენ არ წამოგწევ. კონკრეტულად თქვი. კრისტალბეტ ეროვნული ლიგის თამაშები ლაილაიში. ჩამოხჩობანა. ჩამოხჩობან. გრაფიკა გავაკეთე. დაუწერე უკვე? კი და გრაფიკა გავაკეთე, არ შეიმჩნიე? მოატრიალე. აი, ნუ და გეხვეწები ცოტა დამშვიდი მართლა რა. ჩემი აბოცანა ხო იცი რა არის გიორგი რა. ეს არის სტადიონის დასახელება. კარგი ხარ, წახვიდე სხვაგან. რა გინდა, არეუბნები შეიძლება და გამოსული. სტადიონის დასახელება დაიწყე. ოღონდ ქვეყანას არ ვიტყვი ხოლმე რომელი ქვეყნის სტადიონი. არა, რა ცნობილი სტადიონის დასახელება. დაიწყე ხა. ასობგერები. ხარტი გონების ადამიანი ხარ და შეუმბერე. არ დაგაბნიოს მუსიკა. არ მათი დავიწყოთ. ხამითი? მიდი. ეს მოგებიანი სხვა შორის. აგაში თო რო არის თოლო ისე ვერ ხვდები რო არ არის პირველში. მე შილია ხა მაინც არ შევიცდი მათი. წავიდა. არაფერი არ მოგცა. წავალო სანთელსო დავანოთე. ცნობილი სტადიონია, ხო? ცნობილი სტადიონია. გამოცნობა არ გინდა, ასოები იზახეჯობია. მოდი. ბატონო? კი არის. შენ უკარნახობ და მუხცაძლებ. უკარნახობ რა უნდა ბიჭო დამანებოს თავის ავათარი მართლადო. ერთი მართლა ჩაუსხით ვისკი მაშინ? არ არის ვისკი, არა ისა პოლიტრა კიდე ის. ისე ქედა ნახე ისე უნდა რომ მოგეხმარ. არა არის პირველი ხაზი საჩუქარი ახლოს არის ჩემთან დარჩა მეგობრებო აქვე გეტყვით მეგობრებო აქვე გეტყვით რომ თუ ეს დამაბნეველი მუსიკა არ მოგწონთ მითხარით რომელი იყოს თუ მოგწონთ დაალაიქეთ კაი ნუ აბა ნუ მიხა თვალს დაიწყეს კი ისე კი ვერ არტყოს ერთია? კიდე. ჯანე. აი. ეხა ეს გამოიწვე უკვე. არა, შენ იცი თორე რა, არაფერს ვერ გამოიცნობდი. მუსიკა მიეცი, ბიტლების მიეცი, yesterday, მიდი რა. მე შენთან და ბატონო. გ? არა, აუ, მივიდა. არ არის გ, შეჭერე. არის გ. კაი, დაწერე. რა მივიდა, ჯამოს ვერ გამოიწვევს დედამის ზურგზე ვერავი. სოპო პიკო. ეს ახალი წავიდა. სოპო. დამაბნეველი. რაუ? ვ? არა, ხომ რა ნახო თუ მიხდი. ვ? არა. ნო. მეორე ჯოხი. რაღაცა გაგზურა. ახ, ბიჭო, რაღაცა გაგზურავს, უკვე ტექსტები აქვს. კაი, ლო, აბა ერთი. არ არის. ნო. საჩუქარი ჩემთან რჩება აშკარად. ეს მოიფიქრე. ინტრიგა დასახელება ცნობილი სტადიონი. ვინდორში ბალაკბულახში. ამოსული იყო არბიო. ცოტა მოიხარო. ამაგამ შენთან მომწე. არა, რატომ უნდა მიწე? კაი, თუ აბა. კი. აჰა. ესო. აგიფარდა ნოდა. არა, ჩვენ ქვეყანა არ გვიტყვამს სასწერო პრობლემი ქვეყნის სტადიონი. არა, ნოდო ეხა, აბა რა არის? შენც ბრუტო. მიწერი, აბა ერთსა, მაინტერესებს თუ შენ. არა, იხდა ეს ეხა შეცემა. თენგიზ. აი, დაწერე თენგიზ. აი, ზო, რა გადარჩა. თენგიზ ბურჯანაძე.
თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის დილას არენა. შენ მაინც ევროპაში დავიდა. რატო გავაკეთეთ ეს? მე რო ვიცი რომ შენ ყველაფერს უყურებ ესწრები, ვიცოდი რომ სამწუხაროდ ეს ახალი შეფუთვით, ახალი ნიკო რასაჩუქარი შენთან. სამწუხაროდ ხედავ შენ როგორ გაბოროტებულია. იმიტომ რომ მე მინდოდა. გაბოროტებულია. აი ეს რადე. ერთი დღის საჭმელი გვაქვს მინიმუმ. ძალიან კარგია, მოკლედ გილოცავ გულით სული. ჩვენ ასე საინტერესო იყო და ველოდებოდი ამ თამაშს. გამიხარდა რომ უფრო ცუდით შეიძლება, უფრო ცუდით შეიძლება. არა ბიჭო, იმიტომ რომ მე საქართველოს არ მეგონა. ხო და აი არ დამისახე. კონკრეტულად გითხრა საქართველოს არ ამხელა სახელი. შენ ეგრევე წახვიდოდი და უეჭველი მოიგებდი რამდენიმე მაშინ. ორი სამი ჯოხი ერთ-ერთი ყველაზე ხარტის სტუმარია. ეს ბოლო კითხვა, ცურვა იცი? კი, როის ჩობოდეს, მე რომ ეს გადაარჩე, ეს ტრადიციული შეკითხვა. როიხჩობოდეს. ორივეს გადაგარჩენით, რა თქმა უნდა. იმას თუ არ იცის გადაარჩინებ. მაშინ ჯერ ამას გავიყვანთ ნაპირზე, ლეგენდარული ფრაზები არის. თითქოს ერთ დელფინი ვიცულა, შენ ამის ცურვა არ გინახავს. აიმე, კატასტროფინა. ეს ნახე, ეს ერთხელ ჩახტა უშ. შენ ზოგადად ვიცავ შენი ვიდეოები რაც მაქვს. თუ არ ვაშვენო ხალხს ერთხელ შეგისრულებ გეფიცები ყველაფერს მე ხო არ მითქოს რომ არა ესთეტიურად გეფიცები ყველაფერს თუ არ შეგისრულო ერთხელ ამათ კი არა ესენი არ დაამონტაჟე მე მომწონს შენი სინქრონი აზიდები ახლა ეხა ცალი ხელით იცება უკვე არა ეს თითები რუსისავი დახტისა კარგი მოიცა კაც შენ ხელი არ მოუწერია კაც მე იცად ერთ ხელი ხომ არა კარგად მოჭიმე აუ რა გარყვნილი კაცია მოჭიმე კარგად მოჭიმე შენ ხარ მანჩესტერი მე ვითხოვ რომ ეს დაბეშტონ პირდაპირ ქაღალდზე აი არ გვინდა ფეხბურთი გიორგი ამოჭრიხო სი სენიორ და დადგა დრო ხელის მოწერისა რა იღებს პრესკონფერენცია რა პრესკონფერენცია მთელი მედია მარტივად სი სენიორ მადლობა გაიხარე ამიგო და რა და დიმას ალბომიც გადმოგეცემა საოცარი რა დიმას ალბომი აჰა რო ისე წაიმღერე მე ვუნა ეგ თბილისში დავდიოდი აი ბაკაკა ჯად მიეც კაც საჩუქარი მომიგო ბეჯო შენ ხო გინდოდა ეს სახში წაიღო პრიზია საჩუქარი არა კი ეს არის გამარჯვება ეს ისერს გეკუთვნოდა ამაზე ის სურვილია და მე მაქვს ერთი სურვილი რა ტრადიცია ის სურვილზია ზმაო წააგე აბა ეს ისედაც ამისი იყო შეაფერისტო დებულება შეიცვალა ახალი საჩუქრები დებულება არა შანს კი მარახე დებულება ჩემთან არ გამოგზავნეთ დებულება ძველი დებულება მქონდა კარგი დავამთავრო დღეს მაშინ ამით გიორგი გონაშვილი უმაგრესი გვარი მეტი ხალგასმა არ არის საჭირო გონა არა შენ და გისურვებ უფრო მეტ დიდი სიყვარული ქონოდეთ კიდე უფრო გაძლიერებული იყოს და სულ ერთმანეთს გვერდზე იყავით და რა ვიცი ზმაო მადლობა დიდი მომავალ პარასკევს შეხვდებით ერთმანეთს გიყურეთ მოგწერეთ თქვენი მოსაზრებები სიმღერა რომელი გინდათ ნოდარვარო შეასრულოს ამაბნეველი რომელი იყოს დიკიტატა დიშტატა თუ კარგად აბა ჰედაბა ხო